გიორგი გახარიას პოლიტიკური გეგმები ქართული პოლიტიკის სტანდარტებსა და ფარგლებში სულაც არ ჩდება, როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ამ გეგმებში თვითმმართველობის არჩევნების ნაცვლად გერმანიაში ბინადრობის უფლების მოპოვება ყოფილა. მისი თანაპარტიელები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და ბინადრობის უფლების ძიებას ევროკავშირის ქვეყნებში ხანგრძლივი საქმიანობისთვის საჭირო პროცედურებით ხსნიან. მმართველი ძალისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ გახარია უკან დაბრუნებას არ საპირებს. ანა ბერძენიშვილი უვეტყვის პირდაპირ ეთერში გახარიას საყოფაცხოვრებო გეგმებზე. საქართველოდან გაქცეულმა გიორგი გახარიამ ახალი თავშესაფარი გერმანიაში იპოვა. ბინადრობის უფლება უკვე მოიპოვა. ქრონიკა მეტი დეტალის გასარკვევად მის პარტიას მიმართა, თუმცა ტრადიციულად გიორგი გახარიას პარტია იმედის კითხვებს არ პასუხობს. მხოლოდ ანა ბუჩუკურმა ერთ-ერთ მედია საშუალებასთან დაადასტურა, რომ ევროპაში ხანგრძლივად ყოფნისთვის გიორგი გახარია ყველა საჭირო პროცედურას გაივლის. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში გიორგი გახარიას ქვეყანაში დაბრუნების იმედი არ აქვთ. რაც შეეხება ბინადრობის მოწმობას, ევროკავშირის ქვეყნებში ხანგრძლივი საქმიანობისთვის რა პროცედურებით საჭიროა, რა თქმა უნდა, გახარია ამ პროცედურებს გაივლის. ვერ ხვდები ამაში კითხვის ნიშანი რა არის, ან რა არის გასაკვირი. გახარიას რომ საქართველოში დაბრუნება არ სურს, ალბათ ძალიან მკაფიოა და ზედაპირზე არის. ეს ადამიანი ზოგადად ძალიან გაურკვეველი პოლიტიკური ტრაექტორიით იყო ყოველთვის, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა, უნდა და ოპოზიციონერობა არ უნდა და რაც შეეხება მის უცხოეთში ცხოვრებას და მოღვაწეობას, ამასთან დაკავშირებით მე არანაირი ინფორმაციას არ ვფლობ. სახელმწიფო გუნდისთვის გიორგი გახარიას ქვეყნიდან გაქცევა გასაკვირი არ ყოფილა, რადგან მათივე შეფასებით გახარია ყოველთვის გაურბოდა პასუხისმგებლობას. ასე იყო მაგალითად 20 ივნისის შემთხვევაში, როცა საზოგადოებას კარგად ახსოვს მის მიერ არაერთხელ შეცვლილი ჩვენება. მმართველი გუნდის შეფასებით გიორგი გახარია ახლა ქვეყნის გარედან ცდილობს საქართველოს ინტერესების დაზიანებას და ის პატრონების დავალებებს ასრულებს. როგორც ჩანს, გახარია ხანგრძლივი ემიგრაციისთვის ემზადება. ანუ თუ რამის გაფუჭება შეიძლება საქართველოში გააფუჭა, იქიდანაც ხელს არ აკლებს ახლა საქმის გაფუჭებას საქართველოში. ეს არის მისი პოლიტიკური ბრჭყალებში სიმამაცის ანიშნებელი კიდევ ერთხელ. ის პირადად ყოველთვის გაურბოდა პასუხისმგებლობას. ჯერ გემახსოვრებათ რომ ამობდა რომ ყველა ბრძანება თვითონ გასცა იმ ცნობილ ღამეს. როდესაც მოხდა ადამიანებისთვის თვალების დათხრა და სხვა დაზიანებების მიყენება, მე როდესაც მას პირადად მიაკითხა მარშაჯულება, მე რატომღაც შეცვალა ჩვენება და თქვა რომ საქმის კურსში არ იყო რომ რეზინის ტყუების გამოყენებას და პლასტიკური ტყუების გამოყენებას აპირებდნენ და სხვებს გადააბრალა ეს თავის ნამოქმედარი, ეს მისი ჩვეული სტილია. ის ჯერ გაიქცა თავის თანაგუნდელობას, შემდეგ თავის ამომრჩევეს. მას პასუხისმგებლობისგან გაქცეული ადამიანის ერთგვარი ქმედება და ნაბიჯები, რასაც ჩვენ ხედავთ და ანგარიშის გახსნა გერმანიის ბანკში, გერმანიასთან გარკვეული ურთიერთობის დაჭერა და რაღაცა საომავლოდ რაღაცა გეგმების დალაგება ნიშნავს იმას, რომ მას ამოძრავებს ერთადერთი წყურვილი და მის თანაგუნდელებს. წეგან მისახსენებთ თქვენ, რომ ესე იგი მომავალში მათ რაღაცნაირად ითამაშონ გარკვეული როლი აი ამ გარე პატრონების ხელში და ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის აი ამ გადატრიალების ცდილობაში. თუმცა ეს მარცხით დამთავრდება მათი ცდილობა, როგორც არაერთხელ გვიხილავს. პარლამენტის საგამოძიებო კომისიას გიორგი გახარიასთან რამდენიმე მიმართულებით ჰქონდა შეკითხვები, ის ორჯერ იყო დაბარებული კომისიის სხდომაზე. მეორე შემთხვევაში ის უკვე საქართველოში არ იმყოფებოდა, დღეს კი ცნობილი ხდება, რომ გიორგი გახარიამ ახალი თავშესაფარი გერმანიაში იპოვა. ანა ბერძენიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.